მე ახლა ვარ აჭარაში, გონიოში და ვესწრები ბაზიერობის ჩემპიონატს. ბაზიერობა საქართველოში აქვს 1000 წლეულების ისტორია და ვეცდები რომ ამ ისტორიაში და თანამედროვეობაშიც გავერკვე. ქართული ტრადიციული თამაშობები. ბაზიერობა. დღეს აქ აჭარელი ბაზიერები ქორებით, შევარდნებითა და მიმინოებით შეეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველი ამოცანა 50 მეტრის სიშორიდან ფრინველის დაძახება. რაც მალე მიფრინდება მტაცებელი პატრონთან, მით მეტ ქულას აიღებს. ეს არც თუ ისე ადვილი ყოფილა. ზოგიერთ ფრინველს მანძილი აშკარად ეშორება და ქულებს კარგავს. ზოგიერთი საერთოდ არ ინძრევა ხარიხიდან. როგორც ჩანს პატრონებმა, ფრინველებს წვრთნა დააკლეს. თუმცა კარგად გაწვრთნილი მტაცებლებიც ჩანან და ისინი მონადირის ერთ დასტვენაზე მკლავზე მოფრინდებიან. მეორე ამოცანა უკვე მტაცებლის ნადირობის უნარებია. მან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიჭიროს მსხვერპლი. მიმინო მტაცებელია და ნანადირებით იკვებება. შესაბამისად, ამ ფრინველით ნადირობა არსებულ კვებით ჯაჭვს არ არქავს. ძალიან აზარტული ასპარეზობა ყოფილა ფრინველით ნადირობა. მაგრამ საინტერესოა როგორ ხდება მათი ადამიანთან დამეგობრება. მტაცებელის მთლიანად მოშინაურება ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია. ხო და აი ახლა მე ამის გარკვევასაც შევეცდები. ფოთი. ბაზიერთა კლუბის წევრებთან, ლუკას სართანიასა და ბექა ელიაშვილთან ერთად მიმინოს დასაჭერად მივდივართ, რომელსაც შემდეგ გაწვრთნიან. იგრევე ხმება ეს ჯერ ეს კოფი დავიწყოთ. აი გავამზადოთ. 1000 წლეულებია ქართველები ამ მეთოდით იჭერენ მიმინოს. ხელოვნურად მოწყობილ საფართან სამკუთხა ბადეს შლიან. ბადე ბოლომდე დაჭიმული არ უნდა იყოს, რათა იქ მოხვედრილი ფრინველი კარგად გაეხვეს შიგნით. ბადის მეორე მხარეს ჯოხზე სპეციალურად გაწვრთნილ ჩიტს, ღაჟოს დასვამენ. ის ჯოხზე დახტის და მიმინოს ყურადღებას იქცევს. კარგი, მაშინ გადავარ. იქიდან გამოგძახებ, გაიგონებ, რა თქმა უნდა. აი, რაღაცა რო იქნება მეც. სხვა თუ შემხარეს იქნება დაგიძახებ. წარმატებებია. დენს ასე ვეზმო. ღაჟოს თვალები ახვეული აქვს, რომ მტაცებელი ვერ დაინახოს და არ დაფრთხეს. მიმინო პატარა ჩიტის დასაჭერად დიდი სისწრაფით დაეშვება და მის წინ აღმართულ ბადეში გაიხლართება. აი რა. რანაირად აქვს და? არ აქვს და დაგვინახა ბოლო წელს და აუხვია თვითონ ბადე. თუ ეს პატარა ჩიტი კარგად არ არის გაწვრთნილი, მიმინოს დაჭერა ძალზე გაძნელდება. ჩიტი უნდა იჯდეს ჯოხზე. ან ათამაშებ დაფრინავს, ან ზის ჯოხზე. შიშისგან შეიძლება ჩამოეკიდოს. და საერთოდ თას არ შლის, აი ასე კიდია. თავსი მკვდარუნებს და აი მასეთი ჩიტით მიმინოს ვერ დაიჭირ რა. ხო და წინა ჩიტი აი წამოვიდა. ჩვენი ღაჟო ახალი გაწვრთნილია და ის ჯოხზე კარგად არ დახტის. ხშირად თოკზე ეკიდება, რაც მიმინოს აფრთხობს. აი და ამბერი.
გაგვექცა. აი არის ზუსტად ჩიტის ისა რომ აი ჩიტზე მიწევს ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა რა. ჩვენი დაჭერილი მამალი მიმინო. ეს დავჭერეთ ეხლა. ხო, აი ბოლოს. ეს არის დედალი მიმინო, აი დაახლოებით სხვაობა რო განახოთ. ან ძალიან ლამაზი უნდა იყოს ფერში, ან უნდა იყოს ცოტა დიდი რა. ძირითადად გამოიყენება დედალი ზომითაც დიდია, უფრო ძლიერია, უკეთესად ნადირობს მწყერზე. რადგან მამალი მიმინოს სანადიროდ არ გამოდგება, ველურ ბუნებაში ვაბრუნებთ. ჩვენ ფოტოში ვნახეთ, როგორ იჭერენ მიმინოს. ახლა მოდი ვნახოთ, როგორ ხდება მისი გაწვრთნა. და ამისათვის სოფელ ბანძაში ვესტუმრებით ლევან დობორჯგინძეს, წინაპრების ტრადიციის კარგ გამგრძელებელს. მანახეთი მინო დაიჭერეთ აა. ყავები დამიბნიე ბიჭი. ყველაფერს გავაკეთებთ ახლა. ეს კიდე ნახეთ დავარ. კარგია. ახე. კარგია. შენიერი. იკვინე. ედი. გულადია. ეხლა მე თუ მკითხავ ახლა ამას, ერთი ღამე რო გაუტეხო. კი. ერთი ღამე რო გაუთენო, ჩათვალე, მაგრამ მიგეჩვევა რა. იდიაბა. გავწარებულია. ეს რა, კაი ხასიათი ქონია ამას. კი, კარგია. ბაზირობის შესახებ რა ისტორიული ცნობები გვაქვს? ბაზირობის შესახებ ბევრი ისტორიული ცნობები არსებობს. ჩვენი მეფეები ნადირობდნენ მტაცებელი ფრინველებით, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთ საქართველოში. ასევე არსებობს ძველი კარაბადინი, სადაც ახსნილია ფრინველის დაჭერა, ფრინველის დაგეშვა, ფრინველის მკურნალობაც კი. კოლხეთში ეს ტრადიცია დიდია, ძირითადად მიმინოს ტრადიცია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ დასავლეთ საქართველოში არის სამიგრაციო ზოლი, ფრინველები ჩრდილოეთიდან სამხრეთით როდესაც მიფრინავენ, დიდი მასა გამოდის ფრინველების და შესაბამისად აქაც ესე ვთქვათ მიმინოთი ნადირობის ტრადიცია არსებობდა. ლევან, მიმინოს დაჭერის შემდეგ როგორ ხდება მისი წვრთნა? დაახლოებით 1 კვირიდან 10 დღემდე ჭირდება ფრინველს თუ კარგი ხასიათი აქვს, რომ გავაჩვიოთ იმ დონემდე, რომ უკვე შესაძლებელი იყოს ამ ფრინველით ნადირობა. მონადირე ახლად დაჭერილ მიმინოსთან ერთად ღამეს ათენებს. ამას ღამის გატეხვას ეძახიან. ის ფრინველს ესაუბრება და დაძინების საშუალებას არ აძლევს. ამ მეთოდით მტაცებელი ადამიანის ხმას ეჩვევა და უფრო თვინიერი ხდება. აი ახლა ერთი ღამე გავიდა, როდესაც გაუტეხეთ მიმინოს ღამე, ხო, როგორც ამბობენ. დღეს რა იქნება? ეხა უკვე დაახლოებით 1 მეტრიდან დაუძახებ, უკვე იმიტომ რომ ფრინველსაც ნდობა გაუჩნდა, ნახა რომ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანი მისთვის. დაუძახებთ 1 მეტრზე, მე 2 მეტრზე, მე ნელ-ნელა მანძილს გაუძდით დღეებიდან გამომდინარე, თან შევხედავთ რა ფრინველს, როგორ მოიქცევა და უკვე როდესაც ფრინველი საკმაოდ კარგად მოვა რაღაც მანძილზე 20-30 მეტრზე, ერთი დაძახებაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ფრინველი ხელზე მოვიდეს, უკვე შესაძლებელი იქნება, რომ სანადიროდ გავიდეთ. ჩვენი სერიალის სპონსორია ლიდერ სპორტი. მათი დახმარებით ვცდილობთ ძველი ქართული ტრადიციული თამაშობები გაგაცნოთ.
გვიან შემოდგომაზე ნოემბრის ბოლოს, როდესაც გადამფრენი ფრინველები მთლიანად ტოვებენ საქართველოს, ბაზიერები უძველესი ქართული ტრადიციის მიხედვით მიმინოს ველურ ბუნებაში აბრუნებენ. ეს მონადირის მადლიერების ჟესტია ერთგული ფრინველისადმი. ეს დაუწერელი კანონი, რომელიც 1000 წლეულების წინ შეიქმნა, ადამიანებს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გარე სამყაროსაგან მხოლოდ აუცილებელი რაოდენობის სარგებელი უნდა მივიღოთ და ნაკლები ზიანი მივაყენოთ მას.